უზარმაზარი დასტა. ეს მხოლოდ ნაწილია ჩემი საქმის მასალების. მე შეგიძლიათ გაეცნოთ, დაგიგებთ. აი ნანუკაშე. მადლობა. ცარიელი ფურცლებია გურამ. რა არის? ცარიელი ფურცლები. მართლა აი თქვენს კონდეთ რა და. ასეთია საქმიანი. აი ანუ არაფერი არა. მაკულატურა საქმე? ცარიელი ფურცლები, მაკულატურა. ეს ის მტკიცებულებებია, რომელიც დაზარალებული ჟურნალისტის გურამ როგავას თქმით საქმეში როგორც მტკიცებულება, ისეა წარმოდგენილი. დღეს პროევროპულ აქციებზე დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტზე სავარაუდო თავდამსხმელების სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ როგავას საკუთარ სასამართლოს ხდომაზე დასწრების უფლებაც კი არ მისცა. დასამალი აქვთ ის, რომ რეალურად ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ეს შენობა, რომელსაც თქვენ უყურებთ და წარწერა აქვს მას საქალაქო სასამართლო, რეალურად არის ივანიშვილის სახელობის თეატრი, თოჯინების თეატრი, სადაც ეს თოჯინები ასრულებენ სხვადასხვა როლს და თამაშობენ ძალიან უნიჭო სპექტაკლს. პროკურატურის ვერსიით სხდომის დახურვის მიზეზი გასაიდუმლოებული მასალები და სავარაუდო დამნაშავეების ინტერესთა და ვინაობის დაცვა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე, რომელიც საჯაროა, ღიადაა მითითებული სავარაუდო ბრალდებულების სახელები და გვარები. თავად როგავას მიაჩნია, რომ საჯაროების აკრძალვის მიზეზი ისაა, რომ საქმე შეგერილია. სავარაუდო დამნაშავეები ფორმალურად არიან მოყვანილი და საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომელიც საბრალდებო სკამზე მსხდომების თავდამსხმელობას დაადასტურებს. სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს საქმეში მეორე დაზარალებულიც. ზვიად მაისაშვილი პირია, რომელზეც ათობით ნიღბიანმა სასტიკად იძალა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი მოძალადეების და ძალადობის დამკვეთების გამოვლენაა. მეტიც, მიიჩნევს, რომ საბრალდებო სკამზე მსხდომთაგან არც ერთი შეიძლება იყოს პირი, რომელიც მას რეალურად თავს დაესხა. მისთვის მიმდინარე პროცესებიც ფარსია, რადგან სჯერა, რომ მოძალადე ხელისუფლება მოძალადეებს ხელს დააფარებს. კონკრეტულად ჩემს საქმეშიც კი მონაწილეობდა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე მხოლოდ ორი ადამიანი. დაკავებული მხოლოდ ორი ადამიანი. ზუსტად იმიტომ არის დაკეტილი ეს სხდომაც, რომ არ უნდათ არანაირი ზედმეტი დეტალების გამოაშკარავება სხდომიდან. შესაბამისად, ისიც იმაშიც არ ვარ მე დარწმუნებული, რომ ის ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემ ცემაში იღებენ მონაწილეობას. ახლა წესით ბრალდების მხარის ინტერესებში უნდა იყოს საქმის სამართლიანად წარმოება. თუმცა პროკურორი, რომელიც საქმეში დაზარალებული დემონსტრანტების და ჟურნალისტის ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, ვერ სცემს კითხვებზე პასუხს, რატომ არ დააყენა პროცესზე მათი შეყვანის შუამდგომლობა და რა ტიპის მტკიცებულებებია საქმეში. რამდენჯერმე განვუმარტე, რომ დაზარალებული სტატუსი მაქვს და რატომ მითხრეს, რომ არ ვიცი ეს გავაკვირდეთ შემდეგ. არა, რატომ ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა. თქვენ გაქვთ რამე. მე როდესაც გამოვცხადდი სასამართლოს ხდომას დარბაზში, ზუსტად 13 საათზე სასამართლო ჩამოვიდა სხდომის დარბაზში, გარეთ რა მოხდა მანდატურებთან, რა კომუნიკაცია ქონდა დაზარალებულს, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ მექნება. დეტალურად მტკიცებულებების ამ რეჟიმში მოკლე ინტერვიუს დროს განხილვას რამდენად ვერ შევძლებთ და არ ვაპირებთ. ყოველ სასამართლოს ხდომაზე გამოკვლეული იქნება შესაბამისი მტკიცებულება და ჩვენი პოზიცია წარდგენილი იქნება, რომ ერთი მაინც არის რამე მტკიცებულება, რომელიც ბატონო ბელა, თქვენ ძალიან ექსპერტიზებია ჩატარებული. იგივე კითხვას მისვამთ, ამაზე უკვე პასუხი გაგეცით. ხაბიდოსკოპიური არის ჩატარებული. ამაზე პასუხი უკვე გაგეცით. დაზარალებულ ჟურნალისტს ბრალდების მხარის ვერსიაში ეჭვიში აქვს. როგავაზე თავდასხმის საქმის გამოძიება მომხდარიდან 18 თვის თავზე. მას შემდეგ რაიწყო, რაც ფორმულას ეთერში ელისო ჯარიაშვილის ჟურნალისტურმა გამოძიებამ სავარაუდო მოძალადე ამხილა. თუმცა ბრალდებამ სავარაუდო დამნაშავედ სულ სხვა პირი, გურამ კირკიტაძე დაასახელა და საქმეში მისი აღიარებითი ჩვენება ჩადო. დაზარალებული ჟურნალისტისთვის სწორედ ეს წარმოადგენს საეჭვო გარემოებას. ამასთან მისივე თქმით, კირკიტაძის და თავდასხმის კადრებში დაფიქსირებული პირის აღნაგობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, როცა ეს აღიარებითი ჩვენება მისცა, ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა ციხეში და უეცრად მოუნდა რომ ეღიარებინა. აღიარებითი ჩვენება ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მე როგორც დაზარალებულმა და ჟურნალისტმა საერთოდ არ ვიცი რა გარემოებებში, რა პირობებში, რა ვითარებაში მიიღო გამოძიებამ აღიარებითი ჩვენება. ეს იყო ზეწოლა, მოსყიდვა, რაზეც არსებობს ინფორმაცია თუ სხვა მექანიზმები. მე ამ საქმეში ვარ მხარე, ვარ დაზარალებული, მაგრამ მე ყოველთვის მახსოვს, რომ ვარ ჟურნალისტი. მე არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი, არ მჭირდება
იმ ადამიანის დასჯა, რომელიც შესაძლოა ჩემს საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდეს. ჟურნალისტური გამოძიების ფორმულას ეთერში გასვლიდან ზუსტად ერთ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურას სავარაუდო ბრალდებულების იდენტიფიცირების მოთხოვნით მიმართა და წერილი გაუგზავნა. აღიარებით ჩვენებასთან ერთად საქმეში მტკიცებულებად სწორედ ეს წერილია წარმოდგენილი. Როგორ შეძლო სახელმწიფომ ერთ დღეში ეპოვა დამნაშავეები და დაედასტურებინა მტკიცებულებებით ის, რასაც 18 თვე ვერ ახერხებდა, ეს ეჭვებს აჩენს. დაზარალებულები დამნაშავეების და დანაშაულის დამკვეთების დაკავებას კვლავ მოითხოვენ.